ვუბრუნდებით თურქეთს, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დასრულებული ამ წუთებში შემაჯამებელი კომენტარი გეკეთდება და პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. ეს გასაკეთებელი. პრეზიდენტ ერდოგანის ისაუბრეთ პირისპირ გაფართოებული ფორმატის შეფასებაზე, რომ შევაჯამოთ თქვენი ვიზიტი თურქეთში. პირველ რიგში დავიწყებ მადლობით მართლაც თურქეთის მხარემ, თურქეთის პრეზიდენტმა, დღეს ეროვნული ასამბლეის სპიკერმა მართლაც უმაღლესი დონის შეხვედრები მოგვიწვეს საქართველოს დელეგაციას, საქართველოს პრეზიდენტს და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ ესეთი უმაღლესი დონის შეხვედრების ორგანიზებისთვის. ჩვენ შევეხეთ თითქმის ყველა თემას, გუშინ მქონდა მაღალი დონის შეხვედრა, როგორც მოგახსენეთ, თურქეთის პრეზიდენტთან. პირველ რიგში არის ხაზგასასმელი ჩვენი საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ის ურთიერთნდობაზე დამყარებული ჩვენი ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემა, რომელიც გამოხატულია ორ ქვეყანას შორის, თურქეთ და საქართველოს შორის, მე იმედს მაძლევს დღეს კიდევ უფრო მეტად გამიყარა რწმენა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდება და განგრძობას მიიღებს. ჩვენ შევეხეთ ყველა თემას. მთავარი თემა არის პოლიტიკური შეხედულებები, ის რომ ორივე ქვეყანა ძალიან დაინტერესებული ვიყავით მშვიდობიანი წიაღსულებით ამ რეგიონში. იცით, რომ თურქეთი ერთ-ერთი ინიციატივი იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, რომ შუამდგომლობა გაეწია ამ შერიგების პროცესში. ჩვენც მუდმივად მონაწილეობდით თუნდაც აზერბაიჯანი სომხეთის თემაში და ამას ყველა მივესალმებით, რომ ეს პროცესი თითქმის დასასრულს უახლოვდება. თავად თურქეთის და სომხეთის ურთიერთობებიც პოზიტიურ შედეგს იძლევა და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნიშნულის არის თურქეთის და საქართველოში. რა გვაქვს ერთიანი ხედვები, რომ მან მომილოცეს და აღნიშნეს, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, ის პატივისცემა, ეროვნული ინტერესი, ღირებულებები, მშვიდობის პოლიტიკა ჩვენ საერთო გვაქვს, ეს აღინიშნა ხმამაღლად. ასევე ჩვენ ვართ ესევე გაწყობილი, რომ საკმაოდ ძლიერი ლიდერი არის ბატონი ერდოგანი და თავისი ქვეყნის, თავისი ეროვნული ინტერესების დამცველი, სწორედ ამაში ვართ ჩვენ სოლიდარულები, ასევე ხაზი გაესვა ოჯახურ ღირებულებებსაც და ეს პოლიტიკური უმაღლესი ხელისუფლების ესეთი სანდო ურთიერთობები როცა არის, რა თქმა უნდა, ეს შემდეგ ყველა სფეროზე აისახება. ჩვენ რა თქმა უნდა შევეხეთ შემდეგ ეკონომიკურ თემებსაც, პოლიტიკურსაც, სხვადასხვა ინიციატივებიც განვიხილეთ და მე ჩვენ საზოგადოებას უნდა უთხრა, რომ ის რომ მაღალ დონეზეა თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები, კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განგრძობადი და გამწობადი იქნება და რა არის აქ მთავარი, რომ ყველა კარგად ხედავს, რომ ამ რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები. ამ პოლიტიკურ სიმყარეს, რა თქმა უნდა, მოსდევს ეკონომიკური და ხალხის კეთილდღეობა. ამას ყველა ვხედავთ და ეს გამოიწვია იმ პრინციპულმა ეროვნულ ინტერესებზე დამყარებულმა პოლიტიკამ, რომელსაც ეს ქვეყნები აწარმოებდნენ და ნელ-ნელა შემოერთება ხდება. ეს ინიციატივა სომხეთის, რომ უკვე ამ ფორმატში საქართველოს, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთის მხარემაც ნელ-ნელა მიიღოს მონაწილეობა, ესეც მისასალმებელია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ამ თემას და კიდე რას გაესვა ხაზი, რომ თქოს ესეთი მოსაზრება არსებობს, რომ აუცილებლად შენი კონკურენტიან ქვეყანა დაასუსტო და შემდეგ და აქ პირიქით გამოიკვეთა ეს ყველაფერი, რომ ამ პოლიტიკურმა სიმყარემ ურთიერთნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე აგებულმა პოლიტიკამ, როცა ესეთი ნდობა არსებობს ქვეყნებს შორის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესი დიდია და აქ იკვეთება რა, რომ არა
ჩემი ასე ვთქვათ მეზობელი ქვეყნის დასუსტებით ვარ დაინტერესებული, რომ ეს პირიქით ხდება, რომ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩემი მეზობელი ქვეყანა იყოს ძლიერი და სწორედ ეს აზრები გავცვალეთ და ძალიან ასე ვთქვათ სოლიდარულები ვართ ამაში. გულწრფელი საუბარი იყო და მე ეს იმედს მაძლევს ამ საუბრის შემდეგ, ამ მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ საზოგადოებას, რომლის უმრავლესობა დავიცავით მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ღირებულებები, ოჯახური ღირებულებები, ჩვენი ეროვნული ინტერესი და სწორედ იგივე მიდგომებით არიან ეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებები, ეს მაძლევს მყარ გარანტიას, რომ აქ გრძელვადიან პროცესში იქნება მშვიდობა და სტაბილურობა და შესაძლებლობებს კი ჩვენი საზოგადოებას და ალბათ ყველა ხედავს, რომ ამ რეგიონს, ამ შუა დერეფანს აქვს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები და როცა ეს ნდობა არსებობს, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებ, რომ ცოტა სურვილიც არის, მაგრამ რეალობაშიც ვხედავ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონი ყველასთვის, ასე ვთქვათ, არა კონფლიქტების, ასე ვთქვათ, დამწყები და აქ ქაოსის შექმნელი, ამაზე შევთანხმდით, რომ ყველამ უნდა იცოდეს, ვინც არ უნდა იყოს, სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მეგობარმა ქვეყნებმა, არაკეთილი სურვილებმა, რომ აქ შეუძლებელია, რომ მოხდეს კონფლიქტი, იმიტომ რომ ეს ქვეყნები ერთმანეთს ძალიან ენდობიან და აქ პირიქით უნდა მოხდეს, რომ თუ ვინმე სჭირდება ინვესტიცია, თუ ვინმე სჭირდება, ასე ვთქვათ, რაიმე შეხვედრები, სწორედ ამ რეგიონში მოახერხოს ინვესტიციაც და ისეთი ოაზისი შევქმნათ, რომ ყველას ინტერესი და ყველა ხალხის კეთილდღეობაზე იყოს ეს პოლიტიკა აწყობილი და ამაში ვართ ასე ვთქვათ სოლიდარულები და მე კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ესეთი მაღალი დონის შეხვედრისთვის ჩვენ დავპატიჟეთ და გამოთქვეს სურვილი რომ ისინი ესტუმრებიან საქართველოს როგორც თურქეთის პრეზიდენტი ასევე ეროვნული ასამბლეის სპიკერი რომელსაც ასევე ძალიან თბილი შეხვედრა მქონდა მანამდე ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეც იყო ჩამოსული დელეგაციით და იმედს ვიტოვებ რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. თქვენ პირდაპირ ეთერში მოისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.